Reach out, touch faith. Reach out and touch faith. გამარჯობა, თქვენ უყურებთ ტაბულას, ეს თეორემა, მე თამარ ჩერგოლიშვილი ვარ. ჯარისკაცების ცხედრები კი არა დნმ-ის ნიმუშები მივაბარეთ მიწას. ასე ახსნა თავდაცვის მინისტრმა ის თუ რატომ არ იმყოფებოდა მთავრობის არც ერთი წარმომადგენელი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების დაკრძალვაზე. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თავდაცვის მინისტრი რუსული აგრესიის მსხვერპლს შეურაცხყოფას აყენებს. ყველას გვახსოვს უკრაინაში დაღუპული რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე ალეკო გრიგოლაშვილი, რომელიც თავდაცვის წყებამ ანგარებაში დაადანაშაულა და ნაციონალების პროვოკაციის მსხვერპლად გამოაცხადა. სამწუხაროდ მინდია ჯანელიძე გამონაკლისი არ არის. საქართველოს ხელისუფლებას წესად ექცა ქართული სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოების და ამ უსაფრთხოების დამცველთა მიმართ უდიერი დამოკიდებულება. იქ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, ერთი კედელი დაინგრა. ასე აღწერა ბიძინა ივანიშვილმა 2008 წლის რუსული აგრესიის ის დღე, როდესაც რუსულ ბომბებს ქართული სამშვიდობო მისიის წევრი შეეწირა. გვახსოვს პირველი მოქალაქის მოწოდება მოსახლეობისადმი, რომ გაგებით მოუკიდებოდით ამინისტიის შედეგად გაზრდილ კრიმინალს. ეს მაშინ, როდესაც თავად მილიარდერი დაჯავშნულ მინას ამოფარებული ატარებდა მიტინგებს. დღიდან ხელისუფლებაში მოსვლისა ქართული ოცნება ქვეყნის უსაფრთხოების დამცველთა დემორალიზებას ახდენს. ხედავთ, როგორ დააკავეს გენერალური შტაბის უფროსი, როგორ გამოაშკარავეს იარაღის სამალავები, როგორ დაიჭირეს კონტრდაზვერვის თანამშრომლები. ხედავთ, რა ხდება პოლიციაში. ვიცით, როგორ შეიქმნა ღარიბაშვილის და მისი სიმამრის უშუალო მონაწილეობით ეგრეთ წოდებულ პოლიტპატიმართა დაჯგუფებები, რომლებსაც პოლიციელის ცემა საუკეთესო შემთხვევაში 100 ლარი უჯდებათ. გვახსოვს სუსის მიერ ორგანიზებულ ბანდებსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის ჩამდგარი პოლიციელები, რომელთაც მაღალჩინოსანი კოლეგების მითითებით ოპოზიციისთვის ნასროლი კვერცხები ხვდებოდათ. ხედავთ, როგორ შეურაცხყოფენ რიგით პოლიციელებს მაღალჩინოსანთა მეგობარი ქალები. ვიცით, როგორ აპარებენ პოლიციელების თვალწინ სამართალ დამცავ თარაშ მუკბანიანის მკვლელს საქართველო-თურქეთის საზღვარზე საბედნიეროდ არ გამოუვიდათ. ვიხილეთ, როგორ ყრიან კეთილსინდისიერ პოლიციელებს საკუთარი მოვალეობების შესრულებისთვის სამსახურიდან თუ ქართულ ოცნებასთან დაახლოებულ პირებს დაუპირისპირდეთ. ნახეთ, როგორ ორთქლდებიან ტრაპიდან პოლიციის მიერ წელში გადატეხილი ქურდული სამყაროს დეპორტირებული წარმომადგენლები მთავრობის მაღალჩინოსნების მითითებით. დავრწმუნდით იმაშიც, რომ პოლიციას დანაშაულის რეგისტრაციას უკრძალავენ და სტატისტიკის გაყალბებას აიძულებენ. კახაბერ ნაკანი, გიორგი გულბიანი, იასონ მილაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია და ალექსანდრე სანიკიძე ეს ის სპეცრაზმელები არიან, რომლებიც 2006 წელს ჩატარებული სპეცოპერაციისთვის დააპატიმრეს და წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. მათი დანაშაული მხოლოდ ისაა, რომ კანონიერ ბრძანებას დაემორჩილნენ. სპეცრაზმელები დააპატიმრეს მაშინ, როდესაც ყველას მიერ საცინად აგდებული ჭიკაიძე ბიძინა ივანიშვილმა თანამდებობიდან გაუშვა და მის ნაცვლად ასევე ყოფილი სპეცრაზმელი და მისი პირადი დაცვის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური დანიშნა. როგორ და რატომ შეასრულებს სპეცრაზმელი ბრძანებას, თუ კი იზელის, რომ შესაძლოა ბრძანების შესრულებისთვის დააპატიმრონ? ლაშა ჯიხვაშვილი ეს ის პოლიციელია, რომელიც განზრახ მკვლელობისთვის ზის ციხეში, იმიტომ რომ თავდასხმელს ესროლა და ის გარდაიცვალა. ამ ინციდენტის შემდეგ 4 პოლიციელი დაჭრეს, 2 იანვარში ბორჯომში, ხოლო 2 ახლახანს ვარკეთილის მეტროსთან. 4-დან 2 გიორგი ბერუაშვილი და ბექა მარგიშვილი გარდაიცვალა.
შეიცვალა. პოლიციელებს არ უსვრიათ სროლა თავდამსხმელმა დაასწრო. ალბათ ასე იქცევი, როდესაც იცი რომ თავდასხმელის მიმართულების სროლისთვის შეიძლება განზრახ-მკვლელობის ბრალდებით გაგასამართლონ. იმანიშვილის ყოფილი თანაშემწე ღარიბაშვილი ახლა ირწმუნება რომ ბრძანების შესრულებისთვის სპეცრაზმელის გასამართლება დაუშვებელია, ხოლო პოლიციელს გასროლა კრიმინალმა არ უნდა დაასწროს. თუმცა რა ფასი აქვს მის სიტყვებს, როდესაც დღეს ერთს ამბობს, გუშინ მეორეს ამბობდა და აკეთებდა. ჩვენ შეგვიძლიათ ვნახოთ მისი სიტყვების ამსახველი ვიდეო. განზრახ-მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და განზრახ-უკანონო დაკავების ბრალდებით დაკავებული იქნა 11 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი უფროსი კახაბერ ნაკანი და მისი ყოფილი მოადგილე გიორგი გულბიანი. ასევე სპეცდანიშნულების ჯგუფის წევრები იასონ მილაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია და ალექსანდრე სანიკიძე. უსამართლობა დასაჯო სპეცნაზელი იმის გამო რომ მაგ რაღაც ღონისძიება შეასრულა. თქვენ ხშირად არ იცით, არ გაქვთ ინფორმაცია იმის თაობაზე თუ რა დავალებას ასრულებთ, თქვენ ღებულობთ დავალებას და თქვენ ხართ ვალდებული რომ შეასრულოთ, მაგრამ პასუხისმგებელი არის ის ადამიანი, ის ხელმძღვანელი, რომელიც უშუალოდ გავალებთ ამა თუ იმ დავალებას. მე მინდა მიუსამძვრე მოჯახს, რომელიც ასე ძალიან დაზარავდა და გუშინ მყისიერ რეაგირება მოახდინა პროკურატურამ, თვითონ სამინისტრომ მოახდინა რეაგირება და პროკურატურამ ერთობლივად და როგორც იცით, პოლიციელი არის დაკავებული. და ჩვეულებრივ კანონის შესაბამისად აგებს პასუხს ჩადენილ დანაშაულს. აღნიშნული პირი არ დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას, მათ წინააღმდეგობა გაუწია და საკუთარი ავტომობილისსა და პოლიციელებს დაჯახებოდა. ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომელმა მირზა ბ-ს მანქანის მიმართულებით გასროლა მოახდინა, რაცაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოჰყვა. მირზა ბ საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი. პოლიციელს გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდა. მე მოუწოდე შინაგან საქმეთა მინისტრს, პროკურატურის ყველას, რომ კრიმინალის წინააღმდეგ ჩვენ უნდა გავაათმაგოთ ბრძოლა. ვინაიდან მსგავსი ფაქტი მოხდა, ეს არის ყოველად დაუშვებელი. და მე მიმართავ ყველა პოლიციელს, რომ იმოქმედეთ კანონით განსაზღვრულ პარაგრაფებში. თქვენ გაქვთ კანონით მონიჭებული ყველა უფლება. რომ დაიცვათ პირველ რიგში თქვენი საკუთარი სიცოცხლე. რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანები, რომლებიც გარეთ არიან კრიმინალის გულისხმობ-მე, მათი ადგილი აქ არ არის. მათი ადგილი არ არის ჩვენ საზოგადოებას, ჩვენს ხალხს შორის, ჩვენ შორის. მათი ადგილი არის ან ციხეში, ან სხვაგან. ასე რომ მე მოუწოდებ ყველას, რომ მაქსიმალ მობილიზება გავაკეთოთ. და აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩემ მინისტრობის დროს ყოველთვის ვეუბნებოდი, მინდა გავიმეორო ის სიტყვები. რასაც ვეუბნებოდი ჩემს თანამშრომლებს, რომ ჩვენ ყოველთვის წინ უნდა ვუსწრებდეთ კრიმინალს. 2-3 ნაბიჯით წინ. და ჩვენ ვერ უნდა დაგვასწროს ვერც ეთა კრიმინალმა, ვერც გასროლდა, ვერც ვერაფერი. როგორც მიხვდით ჩვენი ქვეყნის და მისი მოქალაქეების შერყეულ უსაფრთხოებაზე და ამ უსაფრთხოების დამცველთა დემორალიზების პროცესზე ვისაუბრებთ თეორემას სტუმრებთან ერთად. წარმოგიდგენთ მათ ზურაბ აბაშიძე, თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი, ანა სუბელიანი, არასამთავრობო ორგანიზაცია არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი, ნატალია ფირცხალავა, ირაკლი ფირცხალავას ქალიშვილი, ყოფილი კრიმინალური პოლიციის უფროსის ირაკლი ფირცხალავას ქალიშვილი და მარკეტინგის სპეციალისტი და მოგვიანებით ჩვენ ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან თარხნიშვილი ჩაგვერთვება, ხოლო მეორე ბლოკში დისკუსია გვექნება უკვე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ზურაბ აბაშიძესთან საუბრით დავიწყებ. ბატონო ზურაბ, გამარჯობა. საღამოშიდობის. დიდი მადლობა თეორემაში მონაწილეობას რომ იღებთ. კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩემს ეთერში, იმიტომ რომ ტაბულაში ნამყოფი ხართ მანამდე, მაგრამ ჩემთან პირველად ხართ. ბატონ ზურაბ, თქვენ მოისმინეთ ახლა პრემიერის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები. შეგიძლიათ ვარაუდი გაგვიზიაროთ, მის რომელ სიტყვას შეიძლება ენდოს სამართალდამცველი? პირველ რიგში კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენ ტელემაყურებელს.
იცით რა არის, მე სიმართლე გითხრათ, ყოველთვის მიჭირს ხოლმე რაღაცა ანალიზი, რაღაცა სერიოზული რაღაცა შემდგომ რაღაც პოზიციები გამოვხატოთ ხოლმე, ზოგადად ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებზე, რომელიც აბსოლუტურად არ არის სერიოზული, იმიტომ რომ როცა ადამიანს აქვს ამხელა თანამდებობა და არის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, უბრალოდ ელემენტარულად ესეთი ტიპის განცხადებები არ უნდა კეთდებოდეს მისი მხრიდან, რომელიც არ არის გააზრებული, არ არის გათვლილი პოლიტიკურად საერთოდ და მე ვერ ხვდები რაზეა მთლიანად, რაზეა ეს ორიენტირებული, ხო? ის რომ დანაშაულს უნდა ებრძოლო, ეს მე მგონი აქსიომა, ამას არ ჭირდება რაიმე და მეტი დადასტურება ხელისუფლების მხრიდან, ან ნებისმიერი მოქალაქისთვის იმის მტკიცება, რომ იცით დანაშაული უნდა იყოს აღკვეთილი. დანაშაულისთან წინააღმდეგ ბრძოლა არის ქვეყნის ერთ-ერთი ფუნდამენტალური პრინციპი, რომ აღკვეთოს, არა მარტო დააკავოს და დამნაშავე და ციხეში ჩასვას, არამედ ამას აქვს მთელი რიგი ამოცანები მანამდე, პრევენცია როგორ მოახდინოს. ეს არის დღეს სამართალდამცავი სტრუქტურების მთავარი ამოცანა, რომ მანამდე მივიდეს იქამდე, რომ დანაშაული არ მოხდეს. და აქ ამისათვის ჭირდება დღეს პოლიციას ჩვენ რომ ვამბობთ, რომ პოლიციას ჭირდება მხარდაჭერა და მას ჭირდებათ გადამზადება და მთელი რიგი საკითხების რეფორმები, რომელზეც ჩვენ საუბრობდით, როდესაც ვიყავით კოალიციაში და ერთად ავიღეთ ზოგადად პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა ორგანოების რეფორმაზე და გამიჯვნაზე უსაფრთხოებისა და პოლიციის ერთმანეთისგან და რასაც შემდგომ უნდა მოყოლოდა მთელი რიგი საკითხების გადაჭრა, რაც ვფიქრობ, რომ დღეს საკმაოდ დაგვიანებულია, დღეს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, არა მარტო პრემიერ-მინისტრის, არამედ უმრავლესობის წევრებისგან, მხოლოდ და მხოლოდ ვისმენთ სიტყვებს, რომ იცით რა, ჩვენ აუცილებლად შევატარებთ რეფორმას. როდის 2016 წლის შემდეგ, როცა ხელისუფლებაში არ იქნებიან, რა თქმა უნდა, ისედაც მოხდება ახალი ხელისუფლება აუცილებლად განახორციელებს იმ რეფორმას, რომელიც ჭირდება რეალურად ქვეყანას იმისათვის, რომ პოლიტიკისგან აუცილებლად უნდა გაიმიჯნოს პირველ რიგში სამართალდამცავი ორგანოები, ის თუ ვიღაცა უკანონო დავალებას აძლევს სპეცრაზმელს, ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ სპეცრაზმელი უნდა ასრულებდეს უკანონო დავალებას, ხო? ამიტომ რაღაცა ცოტა არ იყოს არასერიოზულ განცხადებებს ვისმენთ ზოგადად ხელისუფლებისგან, არა მარტო პრემიერ-მინისტრისგან. თავდაცვის საერთოდ საოცრებებს საუბრობს ბოლო პერიოდია და არ ვიცი ეს არის საერთოდ არაადეკვატურობის მე ვფიქრობ კასკადი, რომელსაც კი ბატონო, აი ახლა გვაქვს ესეთი სიტუაცია, როდესაც სპეცრაზმელებმა მიიღეს დავალება 2006 წელს, ან ჯერჯერობით პრემიერი ამბობს შემდეგ რაღაცას, რომ ვიღაცამ დაგეგმა ოპერაცია, მან დავალება მისცა სპეცრაზმელს, სპეცრაზმელს არის სიტუაცია, სადაც შეიძლება სპეცრაზმელმა იფიქროს იმაზე, კანონიერია თუ არა ეს ბრძანება, არის სიტუაცია, როდესაც ოპერაციაში არიან გასულები, როდესაც ამას ის ვერაფრით ვერ განსაზღვრავს, ხო? ეხლა დაახლოებით წარმოადგენთ, თქვენ შეგიძლიათ. ჩვენ სახეზე გვაქვს ახლა სიტუაცია, როდესაც 8 სპეცრაზმელი, რომლებიც ასრულებდნენ რომელიღაც ადამიანის კანონიერ თუ უკანონო ბრძანებას, ეს ცალკე განხილვის თემაა, ამას სასამართლო გადაწყვეტს, მაგრამ ასრულებდნენ ბრძანებას, გასულები იყვნენ სპეცოპერაციაზე. 8 სპეცრაზმელი ზის ციხეში. მათ შორის სპეცრაზმის უფროსი, მისი მოადგილე და 6 რიგითი სპეცრაზმელი საერთოდ. აი ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც მე უცებ რაღაცა ერთი თვის ინტერვალით გამოდის პრემიერი და ამბობს, რომ არ უნდა იქნენ დაჭერილები სპეცრაზმელები დავალების შესრულების გამო. როგორ ფიქრობთ, რა სიტუაციაში ვარდება თვითონ ხელისუფლება, რას ფიქრობს ის სპეცრაზმელი და გარეთ დარჩენილი სპეცრაზმელები, რომლებსაც დავალება აქვთ შესასრულებელი, შეიძლება მოუწიოთ ოპერაციაზე გასვლა. ანუ ეს რა მდგომარეობაში აგდებს ქვეყნის უსაფრთხოებას და მოქალაქეების უსაფრთხოებას, ასეთი გაურკვევლობა, როდესაც სპეცრაზმელმა არ იცის რა მოუვა მას თუ ის ბრძანებას შეასრულებს. საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში თამარ, იმიტომ რომ ჩვენ პირველ რიგში გვჭირდება ისეთი სპეციალური სამსახურები, რომლებიც იქნება საკმაოდ თავისი ამოცანების შესრულების მაღალ სიმაღლეზე და ამას ჭირდება, ეს არის მუდმივი პროცესი, ამას მუდმივად ჭირდება გადამზადება და სახელმწიფოს თავარი და დღევანდელი ხელისუფლების თუ ნებისმიერი ხელისუფლების თავარი ამოცანაა, რომ ისეთი სპეცსამსახურები ყავდეს, რომელიც მაქსიმალურად მინიმალური დანაკარგებით და მაქსიმალურ შედეგს მიაღწევენ. ეხლა მე არ მინდა გარკვეულწილად წარსულზე ვისაუბრო თავისთავად, თუ ვინმე დანაშაული ჩაიდინა. თუ იმას აქვს რაღაცა უკანონო ჩადენილი. მე მგონი ამაზე ყველანი ვთანხმდებით, რომ სამართლის წინაშე ყველამ პასუხი უნდა აგოს, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაფერი უნდა იყოს გამოძიებული და ყველაფერს უნდა დაერქვას თავის სახელი.
ვინ რატო შეასრულა ის უკანონო დავალება? ან თუ ასრულებდა დავალებას და აბსოლუტურად არ იცოდა რომ ეს დავალება უკანონო დავალება ეს არ რა თქმა უნდა, რა თუ იყო ეს უკანონო დავალება და იმ ადამიანმა არ იცოდა ამ დავალების შინაარსი, არსი უბრალოდ ბრმად მიიღო დავალება და შეასრულა, ხომ? ან გადააჭარბა თავისუფლებამოსილებას, ან ბოროტად გამოიყენა თავის ძალაუფლება, რა თქმა უნდა, ეს არის შესაბამისი სამართლებრივი საკითხები და შესაბამისი მტკიცებულებები ჭირდება ამას. ყველაფერს უნდა გამყარდეს გამოძიებით, დამეთანხმებით და შემდეგ გამოძიების შედეგები სასამართლომ უნდა ან გაიზიაროს, ან არ გაიზიაროს და ასე შემდეგ. გამოძიების გარეშე თქვენთვის ისედაც ცხადი არ არის, რომ აი ის 6 ყოველ შემთხვევაში დავანებოთ სპეცრაზმის უფროს და მის მოადგილეს თავი 6 რიგითი სპეცრაზმელი ახლა წინასწარ პატიმრობაში ტყუილაზის? მე ვერ გეტყვით ამ საკითხთან დაკავშირებით ვერაფერს, მე ვიცი ამ საკითხი უკავშირდება იმ ალბედით დღეს, როდესაც კორტების საქმესთან არის მე მგონი დაკავშირებული, რასაც თქვენ მეკითხებით, ეს იყო საკმაოდ მძიმე და ტრაგიკული შემთხვევა, რომლის შემდეგ ის მამას აწყალი გარდაიცვალა, აფეთქეს, საზარელი მკვლელობა მოხდა დამეთანხმებით და ძალიან ბევრი რაღაცა არის ამ საქმესთან დაკავშირებული, რომელიც საზოგადოების მაღალ ინტერესს იწვევს, წინა ხელისუფლების პირობებში მოხდა ეს დანაშაული და უამრავი სხვა და წინა ხელისუფლებას მინდა გითხრათ სრული პასუხისგებლობით. თავის დროზე ეს ყველაფერი რო გამოეძიებინა და თავის სახელი დაერქვა ყველაფრისთვის იმ ადამიანების ვისის უკანონო დავალება გაცა. ან ვინც გადააჭარბა თავისუფლებამოსილებას და შედეგი დადგა ფატალური და ახალგაზრდა ბიჭი მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის. არ შევდივარ ამ დისკუსიაში, გარდაიცვალა და შემდეგ მოხდა ამ საქმის რეზონანსული საქმე იყო ეს და კიდევ სხვა ვაზაგაშვილის იგივე ახლა რომ იგივე ეს შალვა აბულაძისთვის რომ ესროლა ვთქვათ ბორჯომში პოლიციელს შეგვეძლო გვეთქვა რომ აი პოლიციელმა ახალგაზრდა ბიჭი მოკლა აი ესე შეგვეძლო გვესაუბრა ამაზე ესე ვთქვათ ესე იგი არის სამართალში ესე იგი უკიდურესი აუცილებლობა მოგერიება და ასე შემდეგ მაგრამ ეს კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ ეს შემდგომ ეხლა მე მგონი რაღაც ფილმებიც გვინახია ხო ამერიკული თქვათ იგივე დეტექტიური ჟანრის ფილმები და ყველა ხედავთ რომ იქ არსებობს პოლიციები რომელიც გადააჭარბებენ თავიანთ უფლებამოსილებას ვიღაცა კრიმინალს მოკლავენ ხო ხდება ესეთი რაღაცა და მას შემდეგ მაინც იწყება გამოძიება რა ვითარებაში მოხდა როგორ მოხდა იმიტომ რომ ჩვეულებრივ სამართლებრივი შემთხვევა გვაქვს აგერ რომელიც სახელმწიფოს დამახასიათებელი თვისება რაც სამწუხაროდ ამ ქვეყანაში ვერ ჩამოყალიბდა თორე რა თქმა უნდა ყველანაირი შედეგი პირველი პოლიციელი დაიღუპება თუ კრიმინალი დაიღუპება სადაც ეს უნდა ყველა ვარიანტი უნდა იყოს გამოძიებული ხო თავისთავად და თავის სახელი დაერქვას ამიტომ მაშინ საერთოდ მოიშლება სახელმწიფო და არ არსებობს მარტივია. კი ბატონო, მე უბრალოდ გეკითხებით ამას, იმიტომ რომ ჩვენ ტაბულას ყოველ შემთხვევაში მე ძალიან მინდა რომ კამპანია და წამოვიწყოთ იმასთან დაკავშირებით, რომ აი სპეცრაზმელები ვფიქრობ, რომ ჩვენი პირადი უსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ სპეცრაზმელები, რომლებიც ციხეში შედან, ახლა წინასწარ პატიმრობაში არიან, იმიტომ რომ დავალებას ასრულებდნენ და სპეცოპერაციაზე გასულ სპეცრაზმელს რთულია მოკითხო გაარჩიოს კანონიერია ის დავალება თუ არა, რომ ისინი გაათავისუფლოს და შეწყდეს მათ მიმართ სამართლებრივი დევნა. მაინტერესებდა თქვენ თუ სისხლის სამართლებრივი დევნა, თქვენ თუ დაგვიჭერდით ხართ ამ პროცესში. ჩვენი პოზიცია პირდაპირ გეტყვით არის ნებისმიერი უკანონო დაპატიმრება ჩვენთვის მიუღებელია. ეს ამას გევაინებით სრული პასუხისგებლობით. თუ ადამიანი არ არის დამნაშავე და დღეს იმყოფება ციხეში, როგორც იმყოფება 5 უდანაშაულო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი, თუ იგივე ფაქტთან გვაქვს საქმე, რა თქმა უნდა, ეს იქნება ჩვენთვის ყოველად მიუღებელი, მაგრამ მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, ამ შინაარსს, ამ დეტალებს არ ვიცნობ ამ საქმისას, საქმე არის საკმაოდ დელიკატური, ძალიან გახმაურებული, ეხება ახალგაზრდების სიკვდილს თავისთავად და მე იმიტომ ვამბობ, რომ უნდა იყოს გამოძიებული ერთხელ და სამუდამოდ ეს საქმე, დამნაშავე პირები დაისაჯონ, თუ უდანაშაულო არიან ეს ადამიანები სასამართლოზე გაერკვეს. პირიქით არავის ციხეში ყოფნა არ მახარებს და არანაირ სიამოვნებას ამბობს. კი ბატონო, თქვენ დაუჭირეთ მხარი ამნისტიას თავის დროზე ბესელიას სახელით ცნობილ ამნისტიას. აბულაძე ამნისტირებული გახლავთ მას შეუცირდა არ არის ეს არა დადასტურებული რატომღაც მახსოვს რომ არა ამნისტირებულია და მე უკვე შეეხო პირობით ვადამდე გათავისუფლების კონკრეტულად მას როგორც
ესეთ პიროვნებას არ შეხებია, ალბათ ის მუხლი რის გამო სასჯელს ხო თავისთავად ხა ამ შემთხვევაში აბულაძეს კონკრეტულად იქ არ ჩამოწერილა. შეხო მკვლელობის მცდელობას, ანუ ძალადობრივ დანაშაულს შეხო. მიუხედავად იმისა, რომ ეკაბესელი ამტკიცებდა წინ რომელიღაც ეთერში, რომ ძალადობრივ დანაშაულს ამნისტია არ შეხებია, ეს არის ტყუილი, ძალადობრივ დანაშაულს შეხო, მას 1/4-ით შეუცირდა სასჯელი და შემდეგ 8 თვით ადრე გაათავისუფლეს, რატომღაც დღეს გედი ფოფხაძემ ასეთი რამ თქვა, რომ ის არ ტოვებდაო შტაბეჭდილებას ასეთ, რომ რაღაცა რეციდივისტი იყო და არ ტოვებდა თურმე შტაბეჭდილებას, რომ შეიძლება და გაუგებარი განცხადება მოვიპოვეთ, მოვისმინეთ უბრალოდ ბატონი ფოფხაძეს მხრიდანაც და ბესელიას მხრიდანაც, რომ ზოგადად მას ვერც დადებითად და ვერც უარყოფითად ვერ შეაფასებს. რას ნიშნავს ადამიანი, რომელიც კლავს ადამიანს, ხო, ვინც არ უნდა იყოს პოლიციელი თუ რიგითი, დადებითად როგორ უნდა შეფასდეს. კი, და ამ გადმოსახედიდან თქვენი დამოკიდებულება მაინტერესებს უკვე რაღაც ამნისტიასთან დაკავშირებით. ამნისტიას მე მინდა გითხრათ, ეს იყო ის აქტი, რომელსაც ელოდებოდა საზოგადოება და მე არანაირად არ გაურვივარ იმ პასუხისგებლობას, რომელიც ეგრეთ წოდებული ბესელიას ამინისტიით არის შერაცხული. მე მინდა გითხრათ, რომ მეც ვიყავი ამ ამინისტიის შემუშავების პროცესში საკმაოდ აქტიურად ჩართული, მოსული როგორც გამარჯვებული ძალა და მიგვაჩნდა, რომ ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტი, რომელიც განახორციელა. თუმცა საერთაშორისო რესპექტაბელური ორგანიზაციების მხრიდან ძალიან დიდი კრიტიკა დაიმსახურა. მე ყველა აქტს აქვს თავისი დადებითი, ამავდროულად უარყოფითი მხარეს, რომელიც გამოჩნდა. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ პასუხისგებლობას არ გაურბივარ და ასევე არც უნდა გაექცეს არც პრეზიდენტი ყოფილით და არც მოქმედი დღეს იმ გადაწყვეტილებებს, რომელსაც შეწყალება ქვია. უამრავი შეწყალებული ადამიანი გვახსოვს ჩვენ იგივე მიხეილ სააკაშვილის პერიოდის შემდგომ, რომ ძალიან მძიმე დანაშაული ჩაიდინეს. აქედან გამომდინარე, თავისთავად ეს არანაირად არ აზღვევს. აქ არის კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ თამარო, ეს არის სახელმწიფოს თავარი პრობლემა. თავარი პრობლემა ის არის, რომ არა მარტო დანაშაულთან ბრძოლა, პრევენცია, შემდგომ აღკვეთა დანაშაულის, არამედ რესოციალიზაცია არის და რჩება ქვეყნის მთავარ გამოწვევად, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც მივიღეთ ის უამრავი ამინისტირებული ადამიანი, რომელიც გამოვიდნენ და პრაქტიკულად რამდენი თვე გაიხარეს უბრალოდ იმის გამო, რომ იყვნენ გარეთ, მათი უმრავლესობა რადგან ვერ დასაქმდა, იმიტომ რომ ქვეყანაში არ არის შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური ფონი, ის ადამიანი ისე დაუბრუნდნენ კრიმინალს, ხო? ეს არის საკმაოდ მძიმე და სავალალო შედეგი სახელმწიფოსთვის და მე ხა ვარ ოპოზიციაში ბუნებრივია, მაგრამ ეს პასუხისგებლობა ყველა ჩვენთან გასეკისრება იმისათვის, მომავალში ვიქნებით თუ არ ვიქნებით ხელისუფლებაში, ამაზე ვიზრუნოთ, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მოხდება ციხეში, ის არ ნიშნავს იმას, მოვახდინოთ მათი სტიგმატიზაცია, გადაუსვათ ხაზი, რომ მათ აღარ აქვთ არანაირი შანსი იმისა, რომ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები გახდნენ. ამ შემთხვევაში ეს ეხება ამ პიროვნებასაც, ეხა ბუნებრივია, მას რომ მისთვის ვიღაცას გაეწია, ეხა თუ რაღაცა მენტალური პრობლემა არ აქვს და ეხა ჩამოყალიბებული, თქვათ მანიაკი არ არის, მკვლელი, სერიული, ხო? ხა არსებობს არსებობს ბუნებრივია, ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ესეთები იყვნენ საქართველოში და მათი, თქვათ, პრომოუშენი მიმდინარეობდეს, მაგრამ გარკვეულწილად სახელმწიფოს თავარი ვალდებულება არა მარტო საქართველოში, თელ სოფლიოში თავარი გამოწვევა მაინც ეს არის, რომ რეალურად გავუმკლავდეთ ამ საკითხებს და ეს ადამიანები დავაბრუნოთ საზოგადოებაში და ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ ამ ხალხის რესოციალიზაციის პროცესზე. ანა სუბელიანი არის ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც საწყის ეტაპზე ჩართული იყო ზუსტად ამ პროცესში. სტუდიაში ყავს ეს სტუმარი. ზუსტად და მე შემდეგ კითხვაზე გადავალ, ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისადმი უდიერი დამოკიდებულება და დასახელდა მიზეზად, რის გამოც თავისუფალმა დემოკრატებმა კოალიცია დატოვეთ. ეს იყო, ხო? თუმცა ირაკლი ალასანია იყო თავდაცვის მინისტრი მაშინ, როდესაც ნატოს მინისტერიალის წინ, ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიების წინ, გენერალური შტაბის უფროსი დააკავეს საკმაოდ დემონსტრატიულად. ამ გადმოსახედიდან როგორ უყურებთ გენშტაბის უფროსის დააკავებას, რომელიც სასამართლომ გაამართლა და ეხლა თავისუფალია სისხლის სამართლის პასუხისგებლობისგან? იყო შესაბამისი იმ პერიოდისათვის გარკვეული სამართლებრივი საკითხი, რომელიც მე მინდა გითხრათ, რომ მე პირადად ბევრი რამე შეიძლება არ მომწონდა და დღესაც არ მომწონს, მაგრამ ხა ჩვენ როდესაც ვიყავით ერთი გუნდი, ამ შემთხვევაში იყო რაღაცა გარკვეული შეთანხმებები, რომ ბევრ რაღაცებზე არ გვიწევდა მაშინ საუბარი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი და დიდი გამოწვევების წინაშე ვიდექით ჩვენს როგორც სახელმწიფო თავისთავად ახალი მოსული ხელისუფლება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ნებისმიერი ადამიანის დანაშაული, უდანაშაულის საკითხს გარკვეულ სასამართლო, ვინც არ უნდა იყოს, იგივე თუ დაუბრუნდე ხლა, მე მაინც მინდა ვისაუბრო იმ ადამიანებზე, რომლებიც დღეს არიან აბსოლუტურად უკანონო ციხეში, თავდაცვის სამინისტრო
სამინისტროს თანამშრომლები, რომელთანაც აი პირდაპირ საუბრობდი, ჩვენ ეს იყო ბატონი ივანიშვილი თუ ბატონი ღარიბაშვილი, რომ ჩვენ თუ ვართ ერთად კოალიციაში, მოდი ერთმანეთს ვენდოთ და ეს ადამიანები იყვნენ გარეთ და ისინი არ დაემალებიან გამოძიებას, ითანამშრომლებენ სრულიად 100%-ით გამოძიებასთან, თუ დადგინდება მათი დანაშაულებრივი ქმედებები ან კავშირები ამ ეგრეთ წოდებულ კაბელების საქმის და რა თქმა უნდა ჩვენ პირველები ვიქნებით იმის მომხრეები, რომ ადამიანებმა პასუხი აგონ და მიიღონ შესაბამის სასჯელი, მაგრამ მანამდე თუ ესე ხალხი იქნება ციხეში, ეს ბუნებრივია, ნიშნავს იმას, რომ ესენი არიან ძევლები დღეს და ყოველთვის არის იმის ალბათობა და ძალიან მაღალი ალბათობა რეალურად, რომ ეს ადამიანები იქნებიან ზეწოლის ქვეშ და მოუწევთ შეიძლება ისეთი რაღაცების აღიარება, მადლობა ღმერთს, რომ ძალიან ვაშკაცი და ღირსეული ადამიანები და ძალიან ღირსეულად სხედან არიან ციხეში და მე დარწმუნებული ვარ ძალიან მალე გამოვლენ ისინი და დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს, მაგრამ მეც დარწმუნებული ვარ, ჩვენ გავეცანით, ალბათ გაეცანით თქვენ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ასეთი არასამთავრობო ორგანიზაცია, გიორგი ტუღუში ხელმძღვანელობს, სადაც აი ეს კაბელების საქმე სწორედ შესულია და იქ ერთ-ერთი ძალიან ასე კარგად ნათლად არის ნაჩვენები უსაფუძვლობა თავად საქმის და ზოგადად უბრალოდ კიდევ ერთხელ მინდა დავამატო, რომ ჩვენს მიმართ აი რაც გამოვბრძანდა ირაკლი ალასიანი და ისაუბრა სახარო თავდაცვის თემაზე და საკმაოდ ნათლად და ძალიან საზოგადოებისთვის ძალიან საკმაოდ გასაგებად ახსნა ყველაფერი. აი ამ ბოლო პერიოდში ქართული ოცნებიდან მივიღეთ რაღაცა კასკადი შეურაცხყოფების, ბრალდებების, თითქოს ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობით არის დაკავებული ირაკლი ალასიანი და თავისუფალი დემოკრატები. რომელიც მართლა მეცინება ამაზე. კი, ამაზე აუცილებლად კითხავ. ის სახელმწიფოებრივი იყო, მე ვცვალ ძალიან მარტივ შეკითხვას. ამ შეკითხვას უსწავლ ხალბატონ ბესელიას, ვოლსკის, ბატონ გიორგის და ღარიბაშვილს და ასე შემდეგ. ის სახელმწიფოებრივი იყო, როცა თავდაცვის მინისტრი იმყოფებოდა ოფიციალურ ვიზიტით საფრანგეთში და გერმანიაში და მისი თანამშრომლები იყვნენ დაკავებულები. აი ეს არის სახელმწიფოებრივი მოქმედება. რა თქმა უნდა არ არის და ამიტომ ის რასაც ჩვენ საუბრობ და რასაც დეტალურად აღიწერა, რა უნდა გაკეთებულიყო, როგორ უნდა გაკეთებულიყო და ამაში საიდუმლოება თუ რა გაამჟღავნა, ეს არის სრული ფარსი. როდესაც რუსეთი და საფრანგეთი საუბრობენ მისტრალის საკითხზე და ვიღაცა გამოვიდეს ეს საიდუმლო თემაა და ამაზე რატო ლაპარაკობენ, ხო დაცინებს თელესოფლო იგივეა, ხო, რომ თავდაცვის სამინისტრო მინისტრი საუბრობს სახაერო თავდაცვაზე და ყოფილი მინისტრი უკვე დღეს ველაოპარაკება იმაზე, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი და თურმე ეს არის სახელმწიფო საიდუმლოება, ეს უფრო მეტად ინფანტილურს ხდის და ამ ვითარებას და ამ ხელისუფლებას აღგდეს ძალიან უსუსრულ მდგომარეობაში. კი ბატონო, მე აუცილებლად შეგეკითხებით თქვენს მიერ ნაციონალურ ეპითეტებზეც აუცილებლად კითხავთ, მაგრამ მანამდე მინდა თვითონ ამ ურთიერთგანზრახულობის მემორანდუმზე კითხოთ. თქვენ ირაკლი ალასანიას საუბრობს იმაზე, რომ ეს ამ მემორანდუმში ჩადებული პირობები, რომელიც არ არის სავალდებულო, მაგრამ არის პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ სავალდებულო თქვათ შეთანხმებამდე მივიდეთ, არ სრულდება. ჩვენ მოვისმინეთ არაერთი კამათი ამ თემასთან დაკავშირებით თქვენი პარტიის წარმომადგენლებსა და ხელისუფლებას შორის, მაგრამ კარგად ვერ გავიგე მე თვითონ ზუსტად რა ნაბიჯები უნდა გადაედგა ხელისუფლებას ირაკლი ალასანიას მიერ საფრანგულ ინდუსტრიებთან მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ. შეგიძლიათ რომ ცოტა მეტი გვესაუბროთ ამ თემაზე, რა ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო? ვისაუბრო ის რამდენიც მე ვიცი, რა თქმა უნდა მეც ეს იგივე ვიცი ირაკლისგან თავისთავად და მისი. იმიტომ ჩვენ გქონდეს კონტროლის შესაძლებლობა, ანუ გადაიდგა თუ არა. რა თქმა უნდა, იმიტომ გუში საკმაოდ საინტერესო სიუჟეტი იყო პოსტსკრიპტუმზე რუსთაველზე, რომელმაც ჩემთვის კიდევ მეტი სიცხადე და სინათლე შეიტანა ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც რიგითი ადამიანის ამ შემთხვევაში საზოგადოების წარმომადგენელი, როდესაც აი იმ თვალიდან შევხედე და მართლა საკმაოდ დაიხატა ძალიან სურათი რა ხდებოდა, რატო წავიდა ირაკლი ალასანია, რატო დაიწყო ამაზე საუბარი. ახლა ჩვენ როდესაც ქვეყნის თავდაცვაზე საუბრობთ და მის უსაფრთხოებაზე, ეს ბუნებრივი არის კავშირში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, ხო? როდესაც პოტენციური ინვესტორი, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველოში დააბანდოს ფული და რაღაცა შემოიტანოს ამ ქვეყანაში და ეკონომიკა გაძლიერდეს, ხო, უნებრივია მას ჭირდება გარანტიები, ეს ქვეყანა არის დაცული, არის უსაფრთხო, რომ მას არანაირად არ ემუქრება მეზობელი, თქვათ, აგრესული სახელმწიფო, ხვალ რომ შემოვიდეს და დაიპყროს ეს სახელმწიფო და მისი ფული დაიკარგოს, ხო, ამ ქვეყანაში. ეს მე მგონი ძალიან მარტივი საკითხები, უბრალოდ დღევანდელ ხელისუფლებას სამწუხაროდ ეს საკითხები არ ესმის, არ აინტერესებს თუ რაზეა საუბარი, ამას რა თქმა უნდა მოგვიანებით შემოსაზრებას გეტყვით, მაგრამ ეს ნაბიჯები, რომელიც ითხრა, რა თქმა უნდა ტექნიკურ ხარეზე, თქვა რა უნდა გაკეთებულიყო, როგორ უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი, ამაზე არ შეიძლება საუბარი, არც მე ვიცნობ ამ ინფორმაციას, მიუხედავად იმისა, რომ მე ვარ პარლამენტის დობის ჯგუფის წევრი, მე მომიწევს ამ თემაში ჩახედვა და თვითონ შევისწავლე ამ საკითხს, მაგრამ მე არ მექნება უფლება ამ საკითხებზე საჯაროდ ვისაუბრო, იმიტომ რომ ამას კანონი მიგზავნოს თავისთავად, მაგრამ სწორედ ჩვენი მოთხოვნა მდგომარეობს რაში, რომ შეიქმნას პარლამენტში
კომისია იმისათვის რომ ეს საკითხი გავარკვიოთ ერთხელ და სამუდამოდ რომ დაურეკეს ალასანიას დღეს მინისტრმა მაშინ ყოფილმა უსაფრთხოების საბჭოს დივანმა თუ არ იყო არ მახსოვს ეუნება რომ არ მოაწერო ხელი იმიტომ რომ აქ არის ბევრი საკითხები რომელიც ითხოვს გადავადებას და თავდაცვის მინისტრი ცდილობს დაკავშირებას პრემიერ-მინისტრთან რომ აუხსნას რომ ეს რა თქმა უნდა მთავრობის დონეზე შეთანხმებული საკითხი იყო ირაკლი ალასანია არ წასულა იქ როგორც ტურისტი ამ შემთხვევაში ეიფელის კოშკის სანახავად ხომ და ლაფაეტში რაღაცა მაღაზიაში ხო წავიდა იმისათვის რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხი განეხორციელებინა და მას მანდატი ქონდა მინიჭებული მთავრობისგან მაგრამ უცებ იცვლება პოზიცია ხო თავისთავად მაგრამ ირაკლი ალასანია უარს ამბობს ამაზე აწერს ხელს იმ მემორანდუმს რაზეც იყო ჩასული ჩამოდის მერე და რა თქმა უნდა ხდება ის რაც ხდება იჭერენ მის თანამშრომლებს და ჩვენ თავისუფალი დემოკრატები ძალიან მკვეთრად ვაფიქსირებთ ამ პოზიციას რომ ეს არის სრულად მიუღებელი ჩვენთვის ესეთი დამოკიდებულება და ეს არ ნიშნავს აბსოლუტურ პარტნიორობას და ჩვენ ნამდვილად ვეღარ ხედავთ იქ ჩვენ თავს და ნამდვილად დღესაც რჩება ჩემი სიტყვები რომ არ ღირს მათაყოფნა აბსოლუტურად ლეგიტიმურად იმიტომ რომ მართლა ესე იყო იმიტომ რომ ესეთი დამოკიდებულება რომელიც ჩვენ ვნახეთ იყო სრულად მიუღებელი და აღმოჩნდით დღეს ოპოზიციაში და ვფიქრობთ რომ ჩვენი ოპოზიციის საქმიანობით კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ რომ ის თავდაცვის საკითხები რომელსაც ჰქონდა წამოწყებული რომელიც წამოიწყო ირაკლი ალასანიამ ღმრთ ვარ დაწმუნებული ეს საბოლოო შედეგს მივიღებთ იქ იმიტომ რომ ეს ჭირდება ჩვენ სახელმწიფოს და იმ მემორანდუმი სწორედ ითვალისწინებდა ამ განზრახულობას რა უნდა გაკეთებულიყო პრაქტიკულად მთელი საკითხები მთელი რიგი თემები ამასთან დაკავშირებით მომზადებული უკვე შემდგომ ბატონ ჯანელიძეს უნდა დაეწყო მუშაობა და ეს საკითხები მieყვანა ბოლომდე იმიტომ რომ ამისთვის იყო ზუსტად 6 თვე 31 მარტამდე ეს ვადა იყო გაშვებული და მას შემდეგ ირაკლი ალასანიამ გადაწყვიტა რომ გამოსულიყო და საზოგადოებისთვის ეთქვა ის რაც თქვა მანამდე მას ერთი სიტყვა არ უთქვამს ამასთან დაკავშირებით კი ბატონო თქვენ საუბრობთ იმაზე რომ ირაკლი ღარიბაშვილთან ყველაფერი შეთანხმებული იყო მაგრამ ხომ ხვდებით რომ ირაკლი ღარიბაშვილთან შეთანხმება არაფერს ნიშნავს თუ ბიძინა ივანიშვილის რა თქმა უნდა და სწორედ ჩვენი ვარაუდით და ჩვენი ეჭვებიც გამოიწვია იმან რომ სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის შემდგომ უკვე საქმის კურსში სავარაუდოდ დგება ბატონი ივანიშვილი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ქვეყნის და ფაქტობრივი მმართველი და რა თქმა უნდა ალბათ სავარაუდოდ მისგან მოდის დირექტივა რომ ეს საკითხები უნდა გაჩვენდეს და სწორედ ეს იყო ჩვენი მთავარი აღშფოთება და ჩვენი შეშფოთება თუ როგორც გინდათ ისე დავარქვათ რომ საგარეო პოლიტიკურ კურსს არის საფრთხეში. თქვენ მეჭვი გაქვთ რომ ეს რუსეთიდან მითითების შესაბამისად მოხდა? ბუნებ ეხლა თამარ დამეთანხმებით ეხლა აქ ბავშვი არავინ არ არის რომ ვერ ხვდებოდეს ის ნარატივები რომელიც იქნება ბატონი აბაშიძის მხრიდან. ხომ რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად მე კარგია რომ უკვე თქვენ ხვდებით. ჩვენ დროს არ იყო ესეთი ნარატივები და გულწრფელად გითხრათ ეს აი ბოლო პერიოდში საკმაოდ ბატონ ალექს პეტრიაშვილთან მომიწია ამ ბოლო დროს კომუნიკაცია და გარედან უკვე ჩანს ხოლმე ხანდახან ვიდრე შიგნით. არა მართლა გეუბნებით გულწრფელ კვეთრი ფორმები მიიღო. ლავროვის განცხადებას თანსდევდა ბატონი აბაშიძის სპეციალურ წარმომადგენლის და სწორედ ამ საკითხებსაც ვითხოვთ რომ ერთხელ და სამუდამოდ იქნება გაგვერკვიოთ რა ფორმატია ეს გავიგე რომ წვანილი და ბოსტნეული და ხილი და ღვინის გაყიდვა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და იმ მოქალაქეების ვისაც აქვს განზრახულობა იმის რომ რუსეთის ბაზარზე შევიდეს რა თქმა უნდა ეს ჭირდება ამაში მე მგონი ყველანი თანხმდებით მაგრამ ეს ფორმატი ითვალისწინებთ თუ არა კიდევ დამატებით საკითხებს მაგალითად რკინიგზას ხო იგივე რკინიგზას იგივე ნატოში ჩვენი გაწევრიანება არ გაწევრიანების თემას იხილავს ყარასინი და აბაშიძე და იქ წყდება არ ვიცი ხა ბუნებრივია ეს ყველაფერი ძალიან დიდი ეჭვს ბადებს თავისთავად და იმიტომ ვითხოვდი ჩვენ და ვაყენებთ ამ საკითხს რომ ეს ფორმატი განისაზღვროს რა ჩარჩოებშია გაცდება ამ ჩარჩოებს თუ იმ ჩარჩოებს შეება რომელიც აქვს მინიჭებული მანდატით მაგრამ ბუნებრივია ხა ყველანი ძალიან კარგად ხვდებით რასთანაც გვაქვს საქმე და ეს არის საკმაოდ ძალიან საკმაოდ საგანგაშო ვითარება ახლა მე არ ვაკეთებ რაიმე დრამატიზირებას და მე ნამდვილად ღმრთ ვარ დარწმუნებული რომ საქართველოში ვერ არ შეიცვლება იმიტომ რომ ჩვენ როდესაც ჩვენი უცხოური პარტნიორები გვესაუბრებიან და რა თქმა უნდა არის ძალიან ბევრი შეკითხვები თევანდელი ხელისუფლების მიმართ და იქ ხოლო დეკლარირება რა თქმა უნდა ეს რომ გამოდის ბატონი ღარიბაშვილი და სხვა უმრავლესობის წარმომადგენლები რომ არანაირი პრობლემა კაცო საგარეო კურსთან დაკავშირებით არ არსებობს მაგრამ ეს მხოლოდ განცხადებები და ამის მიღმა და უკვე საქმეზე რო გადავდივარ და არაფერი არ კეთდება ხო ეს თავისთავად ბადებს ეს ძალიან სერიოზულს და ეს ყოველდღიურად ეს ეჭვები ღრმავდება რაც ეს აზიანებს ჩვენ სახელმწიფოს ჩვენ ინტერესებს და ზოგადად ქვეყნის განვითარებას იმიტომ რომ არავის არ ავიჩემებია ჩვენ ნატო და ევროკავშირი ეს არ არის ჩვენი რაღაც აკვიატებული იდეა ეს არის გზა რომელიც საქართველოს უნდა გაიაროს მივიღოთ ის ყველაფერი რაც ჩვენ გვეკუთვნის
არავის არ ვითხოვთ ისიც რაც არ გვეკუთვნის, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი არჩევანი, ხალხის არჩევანი, ჩვენი სახელმწიფოსი და ვერც ივანიშვილი, ვერც ღარიბაშვილი მინდა გითხრათ ამას ხელს ვერ შეუშლის მიუხედავად იმისა, რომ ცდელობები სახეზე გვაქვს. განცხადებები ერთია, მაგრამ მეორეა მოქმედებები. თქვენ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ დედიკოს ბიჭები და გოგოები გიწოდეთ, მართალი გითხრათ 90-იანი წლების შემდეგ არ მომისმენია ასეთი ეპითეტი და სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებაში დაგადანაშაულეს. თინა ხიდაშელმა დღეს თუ არ ვცდები თუ გუშინ განაცხადა, რომ ის უკიდურესად გაბრაზებულია ბიძინა ივანიშვილის მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო და ალასანიას ჭორიკანა უწოდა. რით ახსნით მათ შეურაცხმყოფელ განცხადებებს, იმიტომ რომ რაღაცა ახალი ტალღა დაიძრა. შემთხვევით ამას იმას ხომ არ უკავშირებთ, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევები გამოქვეყნდა და თქვენ 10%-იანი მხარდაჭერა გაქვთ. ან ხომ არ ფიქრობთ, რომ ამანაც გამოიწვია გარკვეული რა თქმა უნდა, გამორიცხული არაფერია, ძალიან ბევრი რაღაცა შეიძლება იყოს ის, რაც დღევანდელ ხელისუფლებას კოალიცია ქართულ ოცნებას ადარდებს, რა თქმა უნდა, თავისუფალ დემოკრატებთან მიმართებაში. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არასდროს არ გადავალთ იმ ზღვარს, რასაც ქვია კორექტულობა. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ოპონირების რეჟიმი ეს არის აუცილებელი ქვეყნის განვითარებისთვის და პარტიული ცხოვრება სწორედ ამას გულისხმობს, იმიტომ რომ მე ხანდახან მომისმენია ოპონენტების მხრიდან, როდესაც მე რაღაც ვაკრიტიკებ, იცით, ნუ დაგზდევ სიტყვებზე და ნუ იმას გვიშვებით, ჩვენ ნუ გვაკრიტიკებთ. აბა რისთვის არის ოპოზიცია თუ არ გააკრიტიკა ხელისუფლება და საზოგადოებას არ შეთავაზა. კონსტრუქციულად უნდა აკრიტიკოთ, თქვენ ვერ ხვდებით რომ. არ ვიცი, რას ნიშნავს კონსტრუქციულები ვართ კიდევაც, იმიტომ რომ ჩვენი სახელმწიფოს ჭირდება კონსტრუქციული განვითარება, მაგრამ არ ვიქნებით შეურიგებელი ვიქნები იმასთან, რაც ჩემთვის ყოველად მიუღებელია და ხა. როდესაც მე კიდევ ერთხელ ვამბობ, იგივე თინა, იგივე ნებისმიერი ზვია ძიძიგური, ეს ხალხი არ არის ჩვენთვის ისე უბრალოდ ჩვენ რა თქმა უნდა ბევრი რაღაცა გამოვიარეთ ერთად და მე გეტყვით, რომ გულწრფელად გული მწყდება იმისათვის, რომ დღეს ესეთი დამოკიდებულებებია. როდესაც ერთის მხრივ კი ბატონო, ხა რატო ერთი რომელიმე მათგანი გამოსულა და უთქვია ის ადამიანები, რომლებიც არიან დღეს ციხეში დაპატიმრებულები, ან იგივე ქალბატონი ბესელია, რომელიც დღეს ესე ხმამაღლად გვესაუბრება სახელმწიფო ინტერესებზე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რომ ერთხელ მაინც დაინტერესებულა ამ ადამიანების ბედით, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რა თქმა უნდა არ დაინტერესებულა, იმიტომ რომ ეს არის კონიუნქტურა, რომელსაც ისინი რომელსაც ცდილობენ, რომ თავის თანამდებობები მოირგონ და რა თქმა უნდა გააგრძელონ ეს თავიანთი რაღაცა აბსურდული განცხადებების კეთება, რომელიც არ არის დამაჯერებელი საზოგადოების. ბოლო კითხვა უცბად მინდოდა რომ დამესვა, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილთან კარგი ურთიერთობა ქონდეს ადამიანს და სხვა ჭორიკანას ეძახდეს, ცოტა ჩემთვის გაუგებარი არის და მინდოდა ეგებად თქვენ აგეხსნათ ეს უკეთესად. დიდი მადლობა ბატონ ზურაბ იმისთვის, რომ თეორემა სტუმარი ვზანდებოდით საინტერესო საუბრისთვის. მე სტუდიის სტუმრებს დაუბრუნდები, ხოლო მოგვიანებით ლევან თარხიშვილი ჩაგვერთვება. ქაბატონო ანა, აი ბატონ ზურაბი საუბრობდა იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამნისტირებული პატიმრების თვითონ თავად ამინისტიის აქტმა გასაგებია რომ ძალიან დიდი კრიტიკა დაიმსახურა საერთაშორისო დამკვირვებლობის მხრიდან ისინი ამბობდნენ რომ ეს არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს მოხდა მისი მიღება აშკარებად მაგრამ ამ ყველაფერს თავი დავანებოთ ადგილობრივ ოპოზიციას და ადგილობრივ თქვათ ექსპერტების აღშფოთებაც როგვერზე გადავდოთ. თქვენ ვიცი რომ იყავით ჩართული საწყის ეტაპზე ამ ადამიანების რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროექტში იუსტიციის დაგეგმვაში, იუსტიციის მინისტრთან ერთად და თუ შეგიძლიათ რომ მოგვიყვეთ რას გულისხმობდა? კი ბატონო, რა შთაბეჭდილებებით დატოვეთ ეს პროცესი? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება თქვენს კითხვაზე პასუხს, დიახ, მე გახლდით დანაშაულის პრევენციის ცენტრის პროექტების მენეჯერი, იმ დროს, როდესაც ამნისტიის პროექტი იგეგმებოდა. და თეატრულკიანი იყო თქვენი მინისტრი. თეატრულკიანი იყო ჩვენი მინისტრი, ჩემი უფროსის უფროსი და და უშუალოდ ჩვენი ცენტრის კურატორიც ის გახლდათ და როგორც თქვა დანაშაულის პრევენციის ცენტრს ბუნებრივია რომ გაგვაცნეს კანონპროექტი, გთხოვეს შენიშვნების მომზადება და ბუნებრივია რომ ჩვენ მქონდა ძალიან ბევრი შენიშვნა, თუმცა პრინციპში არც ერთი არ გაუთვალისწინებიათ და განსაკუთრებით რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, გარდა იმისა, რომ თქვა ჩვენ მუხლებთან დაკავშირებით მქონდა თქვა მოსაზრებები, რომ აი ამნა და მუხლებს არ უნდა ეხებოდეს, თქვა და რაღაცა სხვა ფორმით უნდა განხორციელდეს. ჩვენი თხოვნა იყო ის, რომ ვინაიდან გადაწყდა, რომ უნდა მოგვემზადებინა ყოფილმჟავრდებულთა რეაბილიტაცია და სოციალიზაციის პროგრამა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს პროცესი დაგეგმილიყო სწორად. ანუ არ შეიძლება ესე ერთ დღეში გააკეთო პროგრამა, მით უმეტეს ამდენად მნიშვნელოვანი და მით უმეტეს ისეთი, რომელიც მრავალ ათას ბენეფიციარს მოიცავს.
მას შესაძაც ცენტრში იმ ეტაპზე მუშაობდით 5-6 ადამიანი სულ რაღაც. და ვითხოვდით რომ იქნებ რამენაირად მოხერხდეს რომ თქვა ამ ადამიანების გამოსვლა პენტენციური სისტემიდან მოხდეს ან ეტაპობრივად ან რაღაც რამდენიმე თვის შემდეგ რომ ჩვენ შევძლოთ პროგრამის ფარგლებში მათი მომზადება ჯერ თვითონ პროგრამის გარე სერვისების მომზადება ძალიან მნიშვნელოვანი იყო იქნება ეს დასაქმება თქვა ფსიქოლოგიური სერვისები თუ სხვა და სხვა და ასევე ანუ თვითონ პატიმრების უკვე გამოშვებისთვის მომზადება რომ თქვა სანამ ისინი დატოვებდნენ დაწესებულებას მანამდე დაწყებული იყო მათთან მუშაობა. ბუნებრივია რომ ეს არ გაკეთდა, ეს არ გაკეთდა იმიტომ რომ ძალიან მარტივად თქვა ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, მაგრამ ვფიქრობ არც ისე შორს რეალობისგან რომ ეს იყო სრულად თქვა პოპულისტური ნაბიჯი და სასწრაფოდ უნდა თქვა ეპასუხათ ამომრჩევლის დაკვეთისთვის, იმიტომ რომ მათი დაკვეთა იყო რეალურად თქვა ადამიანების გათავისუფლება ციხიდან და ამორჩეულის ნაწილის დაკვეთა იყო. ხო, ბუნებრივია, ანუ იმ ამორჩეულს გულისხმობ თქვა ვინც ხელისუფლებაში მოიყვანა. დიახ. და ამიტომ სასწრაფოდ აი ესე ნაჩქარევად მიიღეს ეს გადაწყვეტილება და შეიქმნა ძალიან დიდი პრობლემები მე ბუნებრივია. რა ხალხი მუშაობდა ამ ადამიანებთან აი რესოციალიზაციის პროექტების ფარგლებში? იმიტომ რომ მე თქვენი Facebook-ის სტატუსი მაქვს წაკითხული, სადაც შტაბ-ჭრილების ქვეშ ვიყავი, როგორ აღწერეთ ის ადამიანები. ხო, ჯერ პირველ რიგში ძალიან საინტერესო წარიმართა პროცესი, მაშინ როდესაც სოციალური მუშაკები უნდა აგვიყვანა პროგრამის ფარგლებში და კომისიაში იყო ქალბატონი ულკენიც იყო ბატონი დავით ჯანდიერიც მისი მოადგილე და ცენტრის რამდენიმე თანამშრომელი ვიყავით და მათ შორის მეც. და ნუ ჩემი ესე გააკვირვება და შოკირება გამოიწვია იმან რომ ქალბატონი წულკიანი სვამდა ისეთ შეკითხვებს რომელიც ჯერჯერობით საერთოდ არანაირ კავშირში არ იყო თქო პროფესიულ ცოდნასთან რაღაც უნარების შემოწმებასთან თითქოს ამოწმებდა მათ ღირებულებებს მაგრამ რა ღირებულებებს ეძებდა ამასაც ვერ ხვდებოდი და მათ შორის ერთ-ერთი ეს კითხვაც დაუსვა ერთ-ერთ კონკურსანტს რომ თქვენი აზრით რითი გჯობიათ ყოფილი პატიმარი თქვენ და ნუ მახსოვს რომ ამ გოგოს რეაქცია იყო ძალიან ისეთი გაოგნებული იყო და ბოლოს თქვა რომ იცით რა მე ვერ წარმომიდგენია საერთოდ მგონია რომ არავინ არ მჯობია არც ჩემზე უკეთესად არც ჩემზე თქვა უარესია იმის გამო რომ ის არის პატიმარი ან ყოფილი პატიმარია რაზეც მინისტრის პასუხი იყო რომ როგორ თქვენ აქ თბილად ზიხართ და ისინი რაღაცა ციხეში ამ ხალატანჯვა გამოიარეს და ნუ თუ ისინი არაფრით არ არიან თქვენზე უკეთესები. და იმ ადამიანები, ვისაც იმ ადამიანებმა ტანჯვა მიაყენეს. ხო, ეს არაფერი. ანუ აბსოლუტურად დამოკიდებულება იყო ისეთი და ეს ძალიან ბევრჯერ იგრძნობოდა, ეხლა ეს ერთი მაგალითია, მაგრამ ბევრჯერ თქვა ვიგძენი მისგან წამოსული მესეჯებიდან გამომდინარე, რომ ეს პატიმრები არიან გმირები. და რომ მათ რაღაცა განსაკუთრებულად უნდა მოექცეთ. არა იმიტომ რომ თქვა მათ ჭირდებათ თქვა რეაბილიტაცია, რესოციალიზაცია და ამ შემდეგ. არამედ იმიტომ რომ მათ რაღაცა განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით რაღაცა სახელმწიფოს წინაშე და ამისთვის ჩვენ მათ უნდა ვარი გადავუხადოთ და რაღაცა კი ბატონო მუხლი მოვიხაროთ მათ წინაშე და კი ნუ მოვიხარეთ კიდეც ხო ერთგვარად. ამის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზეც მოგვიანებით კიდე. კი ბატონო აუცილებლად ვისაუბრებთ ნატალიას მინდა შემდეგი კითხვა დაუსვა. ნატალიას მამა არის წინასწარ პატიმრობაში, მასთან ერთად იმყოფ, მასთან ერთად ციხეშია არა მხოლოდ თქვა სხვა პოლიციელები, არამედ 8 სპეცრაზმის წარმომადგენელი, რომელიც პრინციპში ირაკლი ფირცხალავას ბრძანების შესაბამისად მოქმედებდნენ და ასრულებდნენ და აი მოისმინეთ თქვენ ახლა ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთი განცხადება, როდესაც მან თქვა რომ სპეცრაზმელი არ შეიძლება ისჯებოდეს გაცემული ბრძანების გამო. თქვენ ირაკლი გაცემული ბრძანების შესრულების გამო. თქვენ ირაკლი ფირცხალავას შვილს როგორ ფიქრობთ? აი ახლა ეს ხალხი როდესაც ციხეში ზის და ამ სიტყვებს ისმენს. ზოგადად რა დამოკიდებულება შეიძლება გაუჩნდეთ თავიანთი სამუშაოს მიმართ და იმ ადამიანებს რომლებიც გარეთ არიან. ზოგადად როგორ ფიქრობთ რომ თქვათ აი ეს საკითხი, როდესაც სპეცრაზმელი ასრულებდა დავალებას და ამ შესრულებული დავალების გამო ის მოხდა ციხეში, როგორ აისახება ყველა დანარჩენ ადამიანზე, რომელიც საბოლოო ჯამში ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავს. ხო, კი, შეიძლება იქ ვიღაცამ ძალაც გადააჭობოს ეს, მაგრამ თლიანობაში ეს არის ადამიანი, რომელიც თქვენი, ჩემი, ჩვენი შვილების და ასე შემდეგ უსაფრთხოებაზე ზრუნავს. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, იმისთვის რომ მომეცა საშუალება ჩემი ალბათ ძალიან მცირე და უმნიშვნელო, მაგრამ რაღაცა ღრმაშინაგანი შეგრძნებებით გამოწვეული წვლილი შევიტანო ამ საქმესთან დაკავშირებით.
პატარა შესავალს გავაკეთებ, სანამ კითხვაზე კი პასუხებთ. ეს საქმე ძალიან კორტების სპეცოპერაციას გულისხმობ. ძალიან როგორ რეზონანსულიც იყო და რამხელა ხმაური გამოიწვია საზოგადოების ინტერესი და ჩართულობა ყველას კარგად მოგეხსენებათ. მე ვფიქრობ, რომ ძალიან არასწორად პოზიციონირდა ეს საქმე ჩვენს ტვინებში ყველას გულისხმობ საზოგადოების უდიდეს ნაწილს, ვისაც არ აქვს დეტალებთან შეხება. და ამის გამომწვევი მიზეზები ბევრია, მათ შორის ერთ-ერთი არის ცალმხრივი კომუნიკაცია, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა. საზოგადოება ისმენდა მხოლოდ ერთ მხარეს, მხოლოდ ერთი მხარის პოზიციას, ერთ მიმართულებას. ამ ყველაფერს ხელი შეუწყო ზოგიერთი პოლიტიკოსების ძალიან უპასუხისმგებლო გამოხმაურებებმა, განცხადებებმა და ქმედებებმა, მაგალითისთვის არის იუსტიციის სახლის წინ გახსნილი მემორიალი. მოგეხსენებათ, რომ პოლიტიკური ფიგურის სიტყვას უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, ვიდრე ჩვეულებრივი მოქალაქის, რადგან ისინი ითვლებიან ეგრეთ წოდებულ აზრის ლიდერებად და მათ მარტივად შეუძლიათ საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენა. აქედან გამომდინარე, ის რომ დღეს მამაჩემი და მამაჩემთან ერთად მყოფი ადამიანები, რომლებიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან, პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე არის ეს შედეგი, რაც დადგა. ამას წყალი არ გაუვა, ნამდვილად ასეა. რაც შეეხება სპეცრაზმელებს, თავიდანვე, როცა ჩვენ შევიტყვეთ ამის შესახებ, რომ სპეცრაზმელების დაკავებულები იყვნენ, თავიდანვე გაგვიჩნდა ეჭვი, რომ რაღაცა მოტივი ჰქონდა ამ ყველაფერს, რადგან ბევრი ისაუბრეს ამ სტუდიაშიც და ამ სტუდიის გარეთაც, რომ სპეცრაზმელს არ აქვს იმის უფლება, რომ ხელმძღვანელის მიერ გაცემულ ბრძანებაში რაიმე ეჭვი შეიტანოს, დაიწყოს იმის გამოძიება, სამართლიანია თუ არა და საფუძვლიანია თუ არა ეს ბრძანება. დიახ, მით უმეტეს ესეთ რაღაცა ურგენტულ სიტუაციებში, როგორც ვთქვათ, ამ სპეცოპერაციის დროს ხდებოდა. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი ეჭვი გამოიწვია ამ ყველაფერმა, საერთოდ რატომ დააკავეს ეს სპეცრაზმელები. ხომ არ დააკავეს იმისთვის, რომ რაიმე ფსიქოლოგიური ზეწოლა მომხდარიყო მათზე, რომ მათგან მიიღოთ რაიმე ცრუ ჩვენება მათი ხელმძღვანელების წინააღმდეგ და ასე შემდეგ. თუმცა დღემდე, რა ვიცი, იმედიანად ვართ, რომ ისინი გაუძლებენ ამ ყველაფერს და არ აყვებიან ამ მეთოდიკას, რომელიც მათ მიმართ ხორციელდება. კი ბატონო, მადლობა ნატალია. ლევან თარხნიშვილიც ჩავრთოთ, რომელიც ნიუსრუმში გველოდება. ბატონ ლევან. მოგესალმებით. გამარჯობა, გესმით კარგად ხო? კი, დიდი მადლობა იმისთვის, რომ თეორემაში იღებთ მონაწილეობას. სპეცრაზმელებზე ვსაუბრობდით, ზუსტად დაკავებულ სპეცრაზმელებზე. იმაზე პრინციპში რაღაც საღი აზრის მქონე ადამიანები შეთანხმდნენ, რომ მე მგონი უკვე პრემიერიც გვეთანხმება, აგერ რომ არ შეიძლება სპეცრაზმელის დაკავება, როდესაც ის კანონიერ დავალებას ასრულებს და ან უბრალოდ არ აქვს უნარი გადაწყვიტოს დავალება კანონიერია იმ მომენტში თუ არა. ეხლა გასაგებია, რომ თუ სპეცრაზმელს ეთყვი იმას ქუჩაში მოდის და ეხლა დაახალე 5 წლის ბავშვს, ეს არის უკანონო, ხო? თავისთავად ცხადია, მაგრამ როცა სპეცოპერაციაში იღებ მონაწილეობას, იქ როგორ უნდა გაარკვიო, კანონიერ ბრძანებას გაძლევენ თუ უკანონოს, ეს კიდევ ცალკე საკითხია. როგორ ფიქრობთ, ამ შემთხვევაში სპეცრაზმელების ციხეში ყოფნა, იმ 8 სპეცრაზმელის ციხეში ყოფნა, რა გავლენას ახდენს ზოგადად კლიმატზე ქვეყანაში, ანუ კლიმატზე გულისხმობ კრიმინალის თვალსაზრისით და ზოგადად აი ამ რაც ხდება ახლა დღეს, თუნდაც ის რომ უკვე მეორე პოლიციელი ხდება ბოლო 3 თვის მანძილზე. მოგესალმებით, კიდევ ერთხელ მივესალმებით თქვენ სტუმრებს. ის თუ რა გავლენას ახდენს ის ყოველივე რაც ხდებოდა 2012 წლის 1 ოქტომბრის მერე ამ მიმართულებით, ამ გავლენას ჩვენი მოსახლეობა და ყოველი ჩვენი მოქალაქე გრძნობს ყოველდღე, ხედავს, განიცდის ან უშუალოდ თავის თავზე, ან თავის ახლობელზე, ან მეზობელზე, ან ვიღაც ახლობელს, ან მეგობარზე, ან უბრალოდ ადევნებს ამ ყველაფერს მედიის საშუალებით. და შედეგი არის ის, რომ დღეს გაზრდილია
ძალზედ კრიმინალური სიტუაცია, გაუარესებულია კრიმინალური მდგომარეობა, მოქალაქეები თავს ვეღარ გრძნობენ უსაფრთხოს და ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეხება თითოეულ ჩვენთაგანს და ეხება ჩვენ ოჯახებს, ჩვენ ახლობლებს და ჩვენს მეგობრებს და ნაცესავებს. სპეცნაზელების დაკავება არ დგება უბრალოდ არავითარ ლოგიკაში და ამაზე მე ცოტა მოგვიანებით ვილაპარაკებ, ხოლო რაც შეეხება იმას თუ რა მოიყანა დღევანდელი გარემო და დღევანდელი კრიმინალური მდგომარეობა, ეს მოიწანა თელმა რიგმა გააზრებულმა და გაუაზრებელმა ნაბიჯებმა, რომელმაც ქართული ოცნების მთავრობამ ჩაიდინა მას შემდეგ, რაც მოვიდა ხელისუფლებაში. უბრალოდ რომ გავყვეთ ქრონოლოგიურად და ძალიან სწრაფად ყოველგვარი კომენტარების გარეშე დავასახელოთ, ეს არის ხარკის დაბრუნება კრიმინალური სამყაროსთვის, რომელიც დაეხმარა მას მოსულიყო ხელისუფლებაში და ეს ხარკი იყო ყოველად გაუაზრებელი ამნისტიის, საყოველთაო ამნისტიის, ფაქტურად საყოველთაო ამნისტიის გამოცხადებით და ყველასათვის ცნობილი იყო და ყველა იაზრებდა იმას, რომ ამ რაოდენობის ადამიანების გამოშვება ციხიდან ყოველგვარი გააზრების გარეშე გამოიწვევდა კრიმინალურ მდგომარეობის გაუარესებას. მე უბრალოდ გაგახსენებთ მაშინდელი პრემიერ-მინისტრის სიტყვებს, რომ რა თქმა უნდა კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდება და მაგრამ მოვეკიდოთ ამას გაგებით, ხომ? აქ საუბარია იმაზე, რომ ერთ-ერთი არ გადახედილა საქმეები, არ შესწავლილა თითოეული ადამიანის საქმე, რამდენად არის მზად და ის რომ გამოვიდეს გარეთ და შეეგუოს ცხოვრებას და ყველაფერს თავი რო გავანებოთ ესე იგი ამ რაოდენობის ადამიანების გარეთ გამოსვლას რა თქმა უნდა წარმოშობდება პრობლემებს და მათი უმეტესი ნაწილი დაუბრუნდა იმ ქმედებას, რასაც ის მიჩვეული იყო და რის კეთებაც მათ იცოდა. ეს ერთი. მეორე გავიხსენოთ ყვადაღებული ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმრთა სია, რომლის მიხედვითაც გარეთ გამოვიდნენ რუსეთის აგენტები, გარეთ გამოვიდა ასე ვთქვათ მოზალადეები, გარეთ გამოვიდნენ. შეგაწყვეტინებთ, მან ყველაზე ნიშანდობლივი ის იყო, რომ ეს მაშინ, როდესაც რუსეთის აგენტები გარეთ გამოვიდნენ, არავის არ გახსენებია იგივე ბრალდებით რუსეთში დაკავებული ჩვენი მოქალაქეები, ანუ გასულაც კი არ. მიდიოდი ზუსტად შემდეგი ნაბიჯი ეს უნდა მეთქვა, არავის არ გახსენებია არა თუ მანამდე დაკავებული ადამიანები, არამედ ამის შემდეგ მოხდა ხელახალი ტალღა დაკავებული ადამიანებისა და ისინიც არავის არ ახსოვს. მთავრობას არაფერი არ გაუკეთებია იმათთვის, რომ ამ ადამიანებს ის დაბრუნება მოხდარიყო სამშობლოში, ან უბრალოდ იქ მაინც შემსუბუქებინათ მათთვის მდგომარეობა. ამას დაერთო შეტევები შინაგან საქმეთა სამინისტროზე და სტრუქტურებზე, ამას დაერთო როგორც პოლიტიკური კამპანია, რომელიც მიმართული იყო თითოეული ძალოვანი სტრუქტურის წინააღმდეგ, ამის ნაწილი იყო ის ძეგლი, რომელიც დაიდგა იუსტიციის სამინისტროს პირდაპირ, ამას გაგრძელება იყო შემდეგ უკვე ქურდული სამყაროს დაბრუნება ძერციხეებში, შემდეგ კი საქართველოს ქალაქების ქუჩებში და ფაქტობრივად ჩვენ უკვე სიტყვაზე აჭარაში ვაკვირდებოდით სიმბიოზ სახელმწიფო სტრუქტურებსა და ქურდული სამყაროს. რატომ ხდება ეს ყველაფერი, ბატონო ლევან? ეს ხდება ბევრი მიზეზის გამო. ერთი რაც უკვე გითხარით, ეს არის გარკვეული ხარკის დაბრუნება. ხო, შევარდნაძესაც ჰქონდა, ხო? მათი ვალი, მათი დახმარებით მოვიდა ხელისუფლებაში. მხედრიონის კრიმინალური დაჯგუფებების, მაგრამ მიხვდა, რომ შენარჩუნება შეძლებდა მხოლოდ მათი განეიტრალებით და განეიტრალა. თუმცა მაშინ მეორე ის მივიღეთ, როდესაც პრაქტიკულად კრიმინალური სამყაროს ჩანაცვლება მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაწილით და მაშინ უფრო ფაქტიურად მივიღეთ კანონმდებლურად მიღებული რეკეტი, ადამიანების გატაცება და ასე შემდეგ, ნარკოტრაფიკინგი და ასე შემდეგ. ეს ცოტა სხვა შემთხვევა იყო. ამ შემთხვევაში ჩვენ ერთი მხრივ ვაკვირდებით ფაქტურად ძალა გამოცდილ პოლიციას, რომელიც უკვე არ იცის რა უნდა მოიმოქმედოს, იმიტომ რომ თქვენს მიერ მაგალითებს რო გავყვეთ, ხო? მას აქვს მაგალითი, როგორაა დაჭერილი სპეცდანიშნულების წარმომადგენლები, რომლებიც უბრალოდ თავის მოვალეობას ასრულებდნენ. არის უკვე დაჭერილი პოლიციელი, რომელიც ასევე თავის მოვალეობას ასრულებდა. ამის პარალელურად
გამოშვებულია ადამიანები, რომლებიც დამნაშავეები დადგენილია. ამის პარალელურად ჩვენ ვაკვირდებით ის, რომ გავიხსენოთ თუნდაც ერისთავის შემთხვევა, ხო? იქ ადამიანი დააკავეს, შემდეგ იყო გამოსვლები, ის შემდეგაც ადამიანს, რომელსაც აღმოუჩინეს ძალიან დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები უცებ გამოდის გარეთ და იჯებიან ის პოლიციელები, რომლებმაც ის დააკავეს, ხო? არ დასჯილან მგონი მაგ შემთხვევაში პოლიციელები ზუსტადაც რომ შეიძლება ამ შემთხვევაში არ დასჯილან, მაგრამ პოლიცია არ გამოჩნდა ვინ არის დამნაშავე, იმიტომ რომ ვისაც ნარკოტიკი ედო, ის გაათავისუფლეს, მაგრამ თუ ვინმე ჩაუდო ეს ნარკოტიკი, ისიც არ დასჯილა. კი. ანუ ასეთი აბსურდული ვითარება გვაქვს და ამ აბსურდულ ვითარებაში რა თქმა უნდა პოლიციელმა არ იცის უბრალოდ რა მომიომოქმედოს. ერთი მხრივ გაიკიდოს ამ დამნაშავეს, აღმოჩნდება რომ თქვათ მასზე შეიძლება უბრალოდ მიიღოს ტყვია. არ გაეკიდოს და შეასრულოს თავის მოვალეობა, რაიმე ლეტალური შემთხვევა თუ დამთავრდა დამნაშავისთვის, დამნაშავე არის პოლიციელი, ხო? ამ შემთხვევაში. თუ დააკავებს კიდე და არავითარი გარანტია არ აქვს, რომ ვიღაც სახლობელი არ აღმოჩნდება და არ გამოუშვებენ, ან რაიმე პოლიტიკური მიზეზით არ გამოუშვებენ და შემდეგ ასევე ამ პოლიციელის თავშესახლელი არ იქნება, თუ შეიძლება ასე ითქვას. გავიხსენოთ თუნდაც ისე, რომ პოლიტიკური იგივე ყოფილი პოლიტპატიმრები, ასევე პოლიტიკური კონიუნქტურის გამო ფაქტობრივად ხელმძღვანელობდნენ პოლიციებს, როდესაც ისინი ახორციელებდნენ, ასე ვთქვათ, თავის მიტინგებს და მსგავს ქმედებებს. ეს ყველაფერი ქმნის იმ ატმოსფეროს, რომელმაც მიგვიყვანა დღევანდელ დღემდე. რაც შეეხება დაუბრუნდები მე 8 დაკავებულ სპეცრაზმელს, უბრალოდ 6, რომელიც რიგითები არის სპეცრაზმის წევრები, ხო? აქ გასაგებია, რომ ყველამ აღიარა, რომ შეუძლებელია ადამიანი დააკავო იმის გამო, რომ ის ასრულებდა თავის მოვალეობას და ის ასრულებდა ბრძანებას. მაგრამ გასაგებია, თავიდანვე გასაგები იყო და ეხა მით უმეტეს გასაგებია, რომ ეს ადამიანები დააკავეს იმისთვის, რომ მოახდინონ მასზე ზემოქმედება, მოახდინოთ და ხდება მასზე ზემოქმედება, მოახდინოთ მასზე ზემოქმედება იმ მიზნით, რომ შეკეროს საქმე ირაკლი ფირცხალავას და სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ და რატომ ხდება ესეც გასაგებია, ეს არის კიდე ერთი ხარკი, რომელსაც დღევანდელი მთავრობა იხდის კრიმინალური სამყაროს წინაშე და გასაგებია, რომ ასეთი მეთოდებით ამას როდესაც გარეთ დარჩენილი სპეცნაზელები უყურებენ, ისინი ვერ აღასრულებენ თავის მოვალეობას და ვერ დაიცავენ ჩვენს უსაფრთხოებას, იმიტომ რომ ისინი თვითონ ვერ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ, ხო? პირველი ნაბიჯი რაც უნდა გადაიდგეს და ბატონი ღარიბაშვილის განცხადების მერე საერთოდ გაუგებარია, რატო არ მოყვება ამას თქვა, თუნდაც იგივე პროკურორების მხრიდან შუამდგომლობა, ეს არის ის, რომ ეს ამ 6 სპეცრაზმებს უნდა შეიცვალოს აღკვეთის ღონისძიება, მაგრამ გასაგებია ასევე, რომ ისინი ამას ვერ გააკეთებენ იგივე პროკურატურა, იმიტომ რომ ფაქტობრივად ამ ყველაფერზე კიდია ის, თუ მიიღებენ თუ არა ისინი საქმეს. აქ ჩემმა წინააღმდეგ მორბედმა ისაუბრა იმაზე, რომ ბატონ ირაკლიზე ზურაბზე ირაკლის მეგობარ ზურაბზე ხედველობაში ისაუბრა იმაზე, რომ წინა ხელისუფლებას რომ გამოეძიებია ეს საქმეები, დღეს მივიღებდეთ სხვა შედეგებს, უკაცრავად, მაგრამ ეს საქმეები გამოძიებულია და მასალები დევს. ზოგიერთ შემთხვევაში დადგინდა გადაჭარბება და დამნაშავეები დაისაჯნენ, ზოგიერთ შემთხვევაში არ დადგინდა ეს გადაჭარბება უფლებამოსილებს და დამნაშავეები არ დაისაჯნენ. სხვა საქმეა, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ეს გამოძიება და ეს შედეგები არ აწყობს, კიდე იგივე მიზეზის გამო. მას აქ ეს არის ის მეთოდი, რომელთაც მან აირჩია, რომ მართოს ეს ქვეყანა და ამ მეთოდებით ქვეყნის მართვა არ შეუძლებელია. ამ მეთოდებით ვიღებთ იმას, რაც მივიღეთ დღეს. ეს არის გაზრდილი კრიმინალი, შემცირებული უსაფრთხო გარემო. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ბატონ ლევან იმისთვის, რომ ჩემი სტუმარი იყავით. ბოდიში რომ ზურაბაშიძეს უფრო დიდი დრო დაუთმე, იმიტომ რომ მათი მოყვანა ეთერში უფრო რთულია, ვიდრე თქვენ მეორეთ თუ მესამეთ ხართ უკვე ჩემთან ეთერში და ის პირველად იყო, ამიტომ ვისარგებლე, ამით და ქრონომეტრაჟი დავარღვე, იმედია ამას
ამას მომიტევებთ და დაუბრუნდები სტუდიის სტუმრებს, რომელსაც მინდა რომ რეპლიკის შესაძლებლობა მივცე და მე უკვე მეორე ბლოკი დავიწყოთ. ანა, თუ შეგიძლიათ რომ შეაჯამოთ დღევანდელი დისკუსია, როგორ ფიქრობთ, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ იმისთვის, რომ თქვათ ეს ვითარება, აი ახლა პანიკური ვითარება, ფაქტობრივად ქვეყანაში, იმიტომ რომ დარბის პოლიცია ყველგან მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ დამნაშავებს, პოლიციელები დაიღუპნენ, ერთის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, 62% მოსახლეობის თვლის, რომ კრიმინალი არის გაზრდილი და გაუარესებული კრიმინოგენური ფონი, ძალიან ესეთი შემაშფოთებელი მაჩვენებელია ეს როგორც მოგეხსენება, ხელისუფლება კი ამბობს, რომ არა, ეს ყველაფერი არის ტელევიზიების ბრალი, ნაციონალების ბრალი, ნუ სხვა განეძებს პრობლემას. თუ შეგიძლიათ რომ შეაჯამოთ ორივემ რაც თითო ძალიან მარტივად, სანამ არ მოხდება პრობლემის სახელდება და აღიარება, რომ ჩვენ გვაქვს მართლა ძალიან სერიოზული პრობლემა კრიმინალური მდგომარეობის თვალსაზრისით, მანამდე ვერანაირად ვერ მოგვარდება ეს პრობლემა. ან პირველ რიგში ამის აღიარება უნდა მოხდეს და შემდეგ ძალიან მკაფიო მესიჯები უნდა წამოვიდეს მთავრობის წარმომადგენლებისგან, რომ თქვა ამის წინააღმდეგ ისინი იქნებიან შეუვალები და არა თანმიმდევრული. და ხო, და არა ის რომ რაღაცა ჩვენ უნდა შევეგუოთ თურმე ამას, თურმე რაღაცა პანიკას უყვებით, თურმე ეს არის რაღაცა ისტერია და რაღაცა გამოგონილი პრობლემა, ეს რომ რეალურად არსებობს და რო პრობლემის წინაშე დგავართ, ეს უნდა აღიაროს პირველ რიგში მთავრობამ. ამის გარეშე უბრალოდ ვერ მოგვიგია. კი ბატონო, ნატალია, გამოსწორთ. ესე იგი, ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ ვცხოვრობთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, სადაც კრიმინალი, კრიმინალური მენტალიტეტი ყოველთვის თავის მოწოდების სიმაღლეზე იდგა. ამის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, საჭიროა ძალიან მტკიცე და ძლიერი პოლიციური ინსტიტუტი, ხოლო აი ამ დაგვარი დამოკიდებულებით სახელმწიფოს მხრიდან, როგორც მაგალითად სპეცრაზმელების კორტების სპეცოპერაციის საქმისადმი დავინახეთ ყველამ, რა თქმა უნდა, რომ პოლიცია სუსტდება და კნინდება, რაც ავტომატურად იწვევს კრიმინალის გააქტიურებას და მათ სახალისებას. მე როგორც რიგით მოქალაქეს და არა როგორც ირაკლი ფირცხალავას ქალიშვილს, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში მიჩვეული იყო მშვიდად ქუჩაში სეირნობას, დღის რომელი მონაკვეთიც არ უნდა ყოფილიყო, მაქვს იმის მოთხოვნილება, რომ ეს ჩემი დაცულობის შეგრძნება გაგრძელდეს დიდხანს და ჩვენმა ქვეყანამ რაღაცა აქტიური ნაბიჯები გადადგას პროგრესისკენ და არა პირიქით რეგრესისკენ. კი ბატონო, დიდი მადლობა იმისთვის, რომ თეორემას სტუმრები ბრდანდებოდით. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამ ადამიანების გვარებს: კახაბერ ნაკანი, გიორგი გულბიანი, იასონ მელაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია და ალექსანდრე საქსანიკიძე. ეს იმ სპეცრაზმელთა ჩამონათვალია, რომლებიც 2006 წელს ჩატარებული სპეცოპერაციისთვის 18 მოვალეობის შესრულებისთვის დააპატიმრეს და სხედან ციხეში და ამას გარდა განზრახ მკვლელობის ბრალდებით იხდის ზის ახლა წინასწარ პატიმრობაში ლაშა ჯიხვაშვილი, პოლიციელი, რომელიც თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვითვე თავდასხმელს ესროლა. არ ვიცი, შეიძლება გადაჭარბებული ძალა გამოიყენა, მაგრამ ყველა შემთხვევაში ვიცით, რომ ეს განზრახ მკვლელობა ვერ იქნებოდა. შესაბამისად, როდესაც პოლიციელს გასროლისთვის განზრახ მკვლელობის გამო ასამართლებ თავდასხმელზე გასროლისთვის და ამ დროს მეორე პოლიციელი კვდება, იმიტომ რომ მან გასროლა დაიგვიანო, ვფიქრობ, მთავრობა უნდა დაფიქრდეს, რომ რაღაცას არასწორს აკეთებს. მოკლედ, ეგება დავფიქრებულიყავით იმაზე და შეგვეწყვიტა ამ ადამიანების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა, ან უბრალოდ გადაგვეხედა ახმკვეთი ღონისძიებებისთვის. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ, ჩვენ ძალიან მალე დავბრუნდებით მეორე ბლოკით სხვა შემადგენლობით სარანაკლებ საინტერესო სტუმრებთან ერთად. Reach out and touch faith.